მოკლედ ეს ყაბალახი რეალურად არის ქუდი, შარფი, ეს არის ჩანთა. ანუ მოგე ესე არის ჩანთა. ხო, ეს არის არტახიც, ანუ და ხელს თუ მოიტეხავს ან რაღაცა გადახვევა ხდება. აჰა. მოკლედ ეს. ხედავ? ხელის ფორმა აქვს პირდაპირ. ესე ზემოდან მოყავს, ქვემოთ უკეთებ ყურს. აი ახს. აი ეს გადაგაქ უკან. პატიოსანი კაცი. ამას იკეთებ და აი ას. ხედავ? ნუ ახლა თუ ხა წევარს დაინახავდი, აი ის ან ცხენს, ან ლამას გოგოს. ქეგიხდებოდი ფიღალი. ჩოხას რა თქმა უნდა კამარი უნდა, ჩოხა ხალათისგან და მოკლედ ბიზანტიური ტიპის მაისურისგან იმით განსხვავდება, რომ ჩოხა არ არის ხალათი, არ გადადის ერთი მეორეზე, აუცილებლად უნდა იყოს კამარი და უნდა იყოს ხანჯალი. ხმალი. ხა? კი ბატონო. კონდეს ხანჯალი კონდეს, შეიძლება უვადო ხმალიც, ნუ დამბაჩები. ორი დამბაჩა, ერთი თოფი გაიქნებოდა. ეხლა რა განსხვავებაა გურია აჭარაში ჩვენთან. ანუ ძირითადად რომ იცოდე რა, გურიაში არ ატარებდნენ ჩოხებს. ანუ გურია აჭარაში გავრცელებული იყო ჩაქურები. ჩაქურა ერთი მეორეზე გადადის, ნუ ესეც ყაბალახია რა. მაგრამ უყურე, აი ესეთი რა, ნუ ეხლა საბავშვოსაც ეკვალ, ერთი მეორეზე გადადის როგორც ხალათი და ამას უნდა ნაჭერი. და ეს რეალურად ესეთი შეკერილი არ უნდა ეცვეს ცეკვაზე. ეს არის იგივე ყაბალახი, უბრალოდ აქ შეკერილები აწვიათ, იმიტომ გამოцуლისას მოხვევა, მერე ცეკვისას ძრება და კერავნა. ეგზე არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა იყოს ესე, უпростоრად გური აჭარაში იქნება მოკლეები და რა ქვია, ასევე გვაქვს მესამე სამოსიც, ანუ გარდა ჩოხისა, ჩაქურისა, გვაქვს ასევე ხევსურული ტალავარი. და ხევსურული ესეც მამაკაცის საბრძოლო ის არის, სამოსი. ხო და აი აქ გვაქვს საქილეები. ეს იყო თეთრი ქაღალდი, მოხარშული იყო ეს. ქაღალდი იყო მოხარშული კონში. და შიგნით იყო ჩაყრილი დენთი. და ეხლა რა ხდება? ამას აი ესე აიღებდი, მოხერდი, ჩაყრიდი, პატარა ტყვიას გატენიდი და ხო, დამამწლა. ამ მოხეულ ქაღალდს დაადებდი ზემოდან. მაგრამ თუ ქაღალდი არ აქვს, ჩოხიდან აგლიჯავდი ნაჭერს და იმით გატენიდი. მერე რა ხდება? გარე ჩახმახები გვაქვს ჩვენ 1 2 დაყრიდი, დაკეტავდი და გაისროდი რა. აჰა. მოკლედ ეს არის კავკასიური დამბაჩა. კავკასიური დამბაჩა და თოფი ძალიან განსხვავდება ევროპულისგან. ხედავ, თითის დამცავი არ აქვს. აქ ლატუნი არ არის და ქვებითაა გაფორმებული და უფრო დიდი კალიბრია. კავკასიური დამბაჩა ნაკლებადაა გაფორმებული. ახასიათებს რა? ახასიათებს ის, რომ ძირითადად გაფორმებული იყო ან სპილოს სულით, მაგრამ ტარი ძირითადად არის ან ხე, ან კამეჩის რქა. თუ კამეჩის რქის მოყვანილობა და ესეთი ესთეტიური ლამაზი დამბაჩები გვაქვს ჩვენ. ეს არის ჩვენი ძირითადი განსხვავება, მაგრამ თოფზე არის მეტი განსხვავება. გინდა მოყვე. თოფზე ახლა რა განსხვავება აიყურე? აი ეს არის კავკასიური თოფი. აიგავე? აი ეს არის დაუშვათ რუსული თოფი. ხო. ეხლა ძირითადი განსხვავებები, ძალიან მოკლედ ვიტყვი, არ გვაქვს კონდახი, არ ვაკეთებთ ხიშტს. ხიშტი -200 არაა, ხიშტი არის აი ეს მოწყობილობა. აჰა. ეს ხო. გახიშტვა მიხვდი რაც იქნება. კი ბატონო. ხო. და მოკლედ. უყურე ახლა დააკვირდი ამ თოფს. ამ თოფს აქვს თითის დამცავი. კავკასიურ თოფებს არ ახასიათებს თითის დაცვა. სალტეები აქვს ცოტა მეტი, ვიდრე ევროპულებს და ახლა რა ხდება? შიგნით ჩახმახი აქვს ევროპელებს და ჩვენ გვაქვს ევსპანურ მარმინტარული, იგივე თურქული ჩახმახი და ჩერქეზეთში და დაღესტანშიც ეგ ტიპია. აი აქ კიდე გასროლას ხდება, ხო? კი. მოუჭირე, აი ეგ, ხო. ეხლა უყურე კიდე რა განსხვავებაა. 8 კუთხა ლულა, ამათ რგვალი და აქ სამიზნე. აქ სამიზნე არაა, ხედავ? იმიტომ რომ ეს ისვრის 60 ნაბიჯზე, ეს 300-ზე. ეს ხრახნილულიანია და დამასკოს ფოლადია. მაჭახელა არ იყო ყველაზე მაგარი თოფი, ეგ არ არის ესე. ანუ აგიხსნი მაგარს რას გულისხმობ. მაჭახელაში იყო 28-30 ოსტატი. თბილისში იყო მეტი. და ვინც უკეთეს რკინას გამოჭედავდა და ხრახს უკეთეს გააკეთებდა. რა თქმა უნდა, თოფის ხარისხი იქიდან. ეხლა უყურე დააკვირდი, ყველა ლულას აქვს სხვადასხვა სიგრძე, რაც უფრო გრძელი იყო, შავდენზე, უფრო შორს ისროდა. ეხლა რა ხდება? ახასიათებს ასევე აი ეს ვეფხვის ჭრელი ნიკერჩხალიან კაკალისგან კეთდება და აქ კეთდება ყოველთვის ძვალი. სპილოს ძვალი, მორჟის ეშვი ან რაიმე რქა. გაფორმება როგორც ხედავთ ძალიან ცოტაა, ხოლო აი სადაც კამარი მაგრდებოდა
ძირითადად იქ, მაგრამ ამ ორ თოფს შორის დიდი განსხვავება არის ის, რომ ეს წუთში ისვრის 5-ჯერ, მაგრამ 60 ნაბიჯზე, ეს წუთში ისვრის ერთხელ, მაგრამ 300 ნაბიჯზე. ანუ ძალიან შორს ისვრის ეს, ამასთან შედარებით აი პირდაპირ შეადარე ლულების სიგრძე მაინტერესებს. ლულების სიგრძე და აი აქედან იწყება ორივე ლულა, ხედავ? ეს შატია თან ბევრად. კი. ეხლა უყურე კიდე რა ხდება? ამას რომ ამოიღებდი, მოხევდი, ძირითადად შენ ამის მიცემა არ შეგეძლო შენი მეზობლისთვის ან იმისთვის, რატო? აი აქ ყველა ეს თოფი რეალურად ცოტა სხვადასხვა კალიბრია. ეს პატარა ტყუების სხვადასხვა სისტემა. ხო, ამიტომ ამას შენთვის ამზადებდი და ეს როსხვისთვის მიგეცა, ცოტა არ გამოვიდოდა რა. ანუ ან არ გაისროდა, ან გახეთქავდა. მეორე, ვისაც კბილები არ ქონდა წილა, ის ჯარში არ მიყავდათ. იმიტომ რომ გადამტენვის, გადასროლის მომენტი არ აქვს. და კიდე მთავარი არის ის, რომ კამერა ახლოს მოიტანე, იმიტომ რომ დაიკავეს ორივე. აი, უყურეთ რა ხდება. თუ ევროპაში ძირითადად ტყუების ჩამოსხმა ხდება, აი ასეთი ჩამოსასხმელით, ან და კოშკებიდან ასხამდნენ ტყუიას და მაღალი კოშკიდან გამოვიდოდა პირდაპირ ბურთი. აი ასეთი ჩამოსასხმელები ქონდა ევროპას და რუსეთს. და მაგათი ტყუები იყო ძალიან დიდი კალიბრის. საქართველოში, კავკასიაში ყველგან შეხვდებით, სადაც ხნავენ, თესავენ აი ამას. ანუ უყურე რამხელა განსხვავებაა კალიბრებს შორის. პატარა ტყუია, რა თქმა უნდა, უფრო შორს მიფრინავს და მით უმეტეს თუ კი ქვემოდან ზემოთ ისვრი მთაში, დაკიდებით სროლის. ეს არის, ბიჭებო, აგერ არის, ეს არის ზარბაზნის ჭურვები, ესაა ხელყუმბარები და კავკასიის კიდე ძალიან დიდი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ მძიმე ნივთები და ზარბაზნები დაქონდა ხარკამეჩით. იმიტომ რომ ისეთი ცხენები, ეს ნალია თუ რა? ხარის ნალია. ხარის. ცხენის ნალი არის ზუსტად იგივე, აქ ზოგჯერ ხვრელი აქვს, უბრალოდ მთლიანია რა. ეს არის ხარის ნალი. ზარბაზნები ერეკლეს გადაქონდა ხარებით. იმიტომ რომ სადაც გზა არ არის, რომცა აშენო წვიმა იმ გზას მაინც წაიღებს. და რეფორმებს და რესტავრაციებს ძალიან ეს როდინდელები თოფებია. ახლა უყურე, ეს არის მე-19 საუკუნის თოფი, რომელიც ისროდა 60 ნაბიჯზე. ეს არის მე-18 საუკუნის თოფი, რომელსაც ხმარობდნენ მე-20 საუკუნეშიც კი, აი მაგალითად მამაჩემი 50-იანი წლები კი არა 60-იანი დაწყებული იყო, რომელთაც ის ნადირობდა ასეთი თოფით რაჭაში. ანუ რაჭაშიც კეთდებოდა ასეთი სვანეთის გასროლა რა გიხსნი. შავი დენთი არის წარმოება საქართველოში და თუ ტყვიაში ყრია დენთი ის არის თეთრი, უკვამლოა. ამას ჭირდება კვამლიანი დენთი. ამაში უკვამლო რო ჩაყარო, გახეთქავს. ეს არის ძალიან ძვირიანი თოფი, დამასკოს ფოლადი, აი აქ გადაიღე, აგიხსნია. ეს არის რკინის და ფოლადის დაკეცვით მიღებული და მე დახვევით. აი ეს არის, ხედავ რა ორნამენტია აქ. ეს არის დამასკო. და ასევე არის კავკასიაში გავრცელება ეს იმას ვერძის რქებს რო გავს. ეს არის ხელით ამოჭრილი რკინა და ჩაჭედებული აქვს ოქროს ვერცხლის ან ზარნიშები. აი აქ ვერცხლია მაგალითად, აი აქ ვერცხლითაა გალამაზი. ასეთი თოფები ძალიან ძვირი ღირდა. მოკლედ აი ეს არის სუფთა კავკასიური თოფი, მაგრამ ამას ჭირდება კაჟის ქვა და რა თქმა უნდა ამას ჭირდება შავი დენთი. შავი დენთი ვინაიდან არის შოვება, ჩვენ ვერ ვისვრით, მაგრამ უცხოეთში რეკონსტრუქცია ანუ ნაპოლეონიკა მაგალითად იქ ზარბაზნებს ისვრიან და თოფებსაც. მაგრამ რა განსხვავებაა? დიდი კვამლი დგება რა და შეიძლება 20 წუთი ვერაფერი ვერ დაინახო. ანუ კვამლი დგება, თუ გინახია ნაპოლეონზე ბრძოლები, დიდი თეთრი კვამლი დგება. ამიტომ ამას ძირითადად კვამლიანი დენთი იწარმოებოდა ნახშირს, სადაც ძროხა დგას მიწაზე, სადაც ჩარდავს თხა ან ძროხა. ნახშირს შეურევდნენ აი ამ ნალექს, ანუ გამშრალ და იქიდან გამოდიოდა უკვე დენთი. კიდე რაღაც უნდა შეურიოთ, მაგრამ არ გეტყვით იმას. რაღაცა დავტოვოთ ისე, ხო? ხო, რაღაცა ცოტა საიდუმლო. წარმოდგენილი ყველა ხმალი ჯობია კატანას, იმიტომ რომ როდესაც ცხენზე ზიხარ, კატანა არის ორხელიანი იარაღი. ის ორი ხელით უნდა იხმარო და არის გრძელი. ცხენზე როდესაც ზიხარ, უყურე როგორ ამოდის ეს? ეს ამოდის უფრო სწრაფად ვიდრე კატანა. ანუ ძალიან მილისეკუნდებით სწრაფად, მაგრამ ეგ უკვე მნიშვნელოვანი, შეიძლება შენ უფრო დაასწრო დარტყმა. შეიძლება ორჯერაც. უყურე, ამოღება ხდება არა ხელით, არამედ თითით. და კატანა უნდა ამოიღო ხელით და ის უფრო გრძელია. თან კატანა არის ორხელიანი, ეს არის ერთხელიანი. ანუ აქ ხდება არა ჩეხვა, არამედ ჭრა შენ მხარეს. მიხვდი? და ცხენი როდესაც მიყავს ორი ხელით, მაშინ ცხენი წავა იქით, სადაც მომდება. ამიტომ ეს იარაღი დააკოპირეს რუსეთის იმპერიაში და თურქეთშიც. არა მარტო კავკასიელებს ქონდა ესეთი იარაღები, მოკლედ, ეს არის სუფთა კავკასიური მოვლენა. პირველი ესეთი ტიპის იარაღი არის სვანურ ფრესკებზე და გაგიკვირდება. იმ სვანურ ფრესკებზე
როდესაც უვადო ხმალი ჩნდება, ხანჯლები ჯერ არ არის. იმიტომ რომ ხანჯლები უფრო და უფრო გაჩნდა მაშინ, როდესაც საერთოდ გაქრა აბჯარი. მარტო ხელს ურევთანაა, ანუ დაღესტნელები და ლეკები, მაგალითად ჩეჩნები, არ ხმარობენ აბჯრებს მე-19 საუკუნეში. ისინი არიან ჩაცმულები ეს. ანუ მარჯვენა ხელში გაქვს ეს, მარცხენა ხელში რანაირადაც ჩვენ ხიშტი არ გვაქვს, ეს არის სამკლავე, ხელის დამცავი, ეს არის ხიშტი, ეს არის ხინკლის დასამზადებელი, ხორცაკები მანქანა და დანაც. ანუ მულტიფუნქციურია ყველაფერი. ვინაიდან ვიწრო ბილიკებზე, როდესაც გაისვრი თოფს, თოფი მიდის ზურგს უკან, 2-3-ს გაისვრი, მერე მტერი მოვაშენავ. ამიტომ შენ იცავ თავს და ჭრი. ან და მოქმედება ხდება სხვადასხვანაირად. აი ეს არის კატანა. მოკიდე? გაიწიე შენ. როდესაც იღებ, უნდა მოასწრო ჭრა, მარტო ამოღება არაა საკმარისი. ცოტა იქი დადექი? აი უყურე. ხარ მზად? შენ დაითვალე 3 2 1. ვინ პირველი ამოიღებს? 2 1. მე დავასრულე ჭრა. სანამ იმან ამოიღო, მე ჭრა დავასრულე. და მე შეიძლება მეორე. მოკლედ ესაა ტიპიური რომაელის ეკიპირება რა. ნიშნავს რომ ორივე ხელი როცა აწეულია, ეს იმას ნიშნავს რომ ჭამისთვის არის მზად. იმიტომ უშლის. აიგე? მაგიდაზე რაღაცა უდევს ესე რომ გაციო, ვერ აიღებ. ეს ჩადის აჭერე წყალში. წვენში, რა ვიცი, მე ყემალში. შოთიკო ჩხაიძე ნამდვილი გურული ფირალი. შუაში გაართა მოიგე. იმიტომ იმას დავაისო, მიდი. ორივე ერთნაირად იზრო. ორივე ერთნაირად. ეს მე ვინც შუაში გაარტყავს, ის არ მოგებული 10-იანი ეგარა რა. შენ ხო არა ადამიანი მაგას შეიძლება გაგივარდეს, არასდროს ადამიანის პირველი არ უნდა მოხაჩო. წავიდა. დავაი. აცილე შენ. შუაში ორ კაცს შორისაა, ეგ არის ორ კაცი მიეცი რა განზე გადადება. ამას მეუბნება 10 ნახე შუაშია. შუაშია, შუაში ეს სხვა არის. მან ორი კაცი. და სხვა. აჰა